იმ პროფესიის ადამიანის შეცდომა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, საკმაოდ ძვირად უჯდება საზოგადოებას. შესაძლოა ნამდვილი დამნაშავე გარეთ დარჩეს და განაგრძოს დანაშაულის ჩადენა, ხოლო უდანაშაულომ ციხეში ამოყოს თავი. გამომძიებელი იურისტია, რომელიც დანაშაულს იძიებს, როცა ხდება მკვლელობა, ძარცვა, ქურდობა. მოკლედ, გამომძიებლის საქმე ძალიან საპასუხისმგებლოა. ყველაფერი კი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან იწყება. დანაშაული მოგეხსენებათ მრავალგვარი არსებობს. ქურდებით დაწყებული, მკვლელობით დამთავრებული. ისინი დანაშაულის ადგილზე გამოძახებისთანავე მიდიან, ეძებენ და სწავლობენ ნაკვალევს, ნივთმტკიცებულებებს, ისეც როგორიცაა თითების ანაბეჭდები, მკვლელობის იარაღი ან მისი ნაკვალევი. გამომძიებელი დანაშაულის ადგილის დათვალიერებისთანავე უკვე იწყებს ანალიზს, რომელიც ლოგიკური მსჯელობის შედეგია. იგი აგროვებს საჭირო ინფორმაციას, უსვამ შეკითხვებს ადამიანებს, რომლებიც დანაშაულს შეესწრენ, ან რაიმე იციან მის შესახებ. ასეთ პირებს მოწმეებს უწოდებენ. გარკვეული მასალის დაგროვების შემდეგ გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას თუ ვისი აიღოს ეჭვი და ამგვარი ეჭვმიტანილის დაკავების ბრძანებას გასცემს. გამომძიებლის განსაკუთრებული თვისებაა ყურადღება. მას არც ერთი წვრილმანი არ უნდა გამორჩეს, რაც დაეხმარება დამნაშავის პოვნაში, დანაშაულის გახსნაში. ერთი შეხედვით პაწეწინა წვრილმანში შესაძლოა ამოცანის გასაღები იდოს. გამოცდილი გამომძიებელი ბევრად უფრო წარმატებულად გახსნის დანაშაულს, ვიდრე დამწყები. პრაქტიკა მას ფასდაუდებელ ცოდნას აძლევს. ეს პროფესია ბევრ სირთულეს შეიცავს. პირველ რიგში მის კისერზეა უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაარკვიოს სიმართლე. იგი ვალდებულია გადაუმოწმებლად არ დაიჯეროს არც ერთი ინფორმაცია, არც მოწმეებისაგან, არც დაზარალებულისგან და ახლობლებისაგან, მით უმეტეს ეჭვმიტანილისაგან. საქმის გახსნის შემდეგ იგი ყველა საბუთს, ნივთმტკიცებას, ოქმსა თუ ექსპერტიზის შედეგებს სასამართლოს გადასცემს, რათა მან დამნაშავეს სასჯელით შეუფარდოს. რთულია ისიც, რომ გამომძიებელი დანაშაულის ადგილას უნდა მივიდეს დაუყოვნებლივ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. მისი საქმიანობა სახიფათოა, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დაესხან. ამიტომაც სპეციალურ ტყვია გაუმტარ ჯავშანს ატარებენ. გამომძიებელი აუცილებლად მტკიცენების ყოფის, პატიოსანი ბუნებისა და ძლიერი ხასიათის ადამიანი უნდა იყოს, რადგან ხშირად დამნაშავეები საკმაოდ გავლენიანები არიან და მის დაშინებას ან მოსყიდვას ცდილობენ. გარდა ამისა, იგი ხშირად აწყდება სიკვდილის, უბედური შემთხვევებისა თუ აგრესიის მაგალითებს, რაც ბუნებრივია დამთქმელად მოქმედებს ნებისმიერის ფსიქიკაზე. უსიამოვნების განცდა უფრო მძიმდება, თუ საქმე ვერ გახსნა, ანუ დამნაშავე ვერ დაადგინა. მას ასე გამომძიებლისათვის წყალვის საჭირო თვისებებია? ალღო, რათა ზღვა ინფორმაციისაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ამოიცნოს. პრინციპულობა და შეუპოვრობა, რათა ურთულეს სიტუაციაში ჯიუტად გააგრძელოს სიმართლის ძიება. სწრაფი რეაქცია, რადგან დროულად მიიღოს შესაფერის გადაწყვეტილებები. ჯანმრთელობა კი მას ყველა სირთულესთან გამკლავებაში დაეხმარება. იგი აუცილებლად განათლებული უნდა იყოს. სავალდებულოა კანონმდებლობებისა და სისხლის სამართლის კოდექსების ცოდნა, ფსიქოლოგისა და ლოგიკის უნარი. მას უნდა შეეძლოს დოკუმენტაციის წარმოება და საგამომძიებლო ოქმების შედგენა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, რათა მან ის ადამიანები ალაპარაკოს, რომლებმაც საქმის შესახებ რაღაც იციან, მაგრამ მალავე. როგორც ხედავთ, ეს ერთ-ერთი რთული, მაგრამ საინტერესო თავგადასავლებით სავსე პროფესიაა. თუ არჩევანს მასზე შეაჩერებთ, უთუოდ გამოგადგებთ. აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო საგამომძიებლო განყოფილების გამომძიებელთან, ირმა შანტყულაშვილთან საუბარი, რომელსაც 9 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს. აბა გისმენთ, რამში გაწუხართ, რა გაინტერესებთ? თუ შეიძლება აგვიწერეთ, როგორ და რა წესით უნდა აღიძრას საქმე დანაშაულის ადგილას მისვლის შემდეგ.
კანონის ენით რომ ვისაუბროთ, თქვენთვის უშუალოდ იქნება გასაგები, თუ როგორ იწყება დანაშაულზე გამოძიება. მე როგორც იცით, ვარ საბადოა პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი. ჩემი ძირითადი სპეციფიკა ის დანაშაულებები ეს არის ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტები და იმ შემთხვევაში გავდივართ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევას ახლავს სხეულის დაზიანება ან გარდაცვალება. ასევე ვიცით კრიმინალურ დანაშაულს, რომელსაც პატრულ ინსპექტორი გამოავლენს. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება იწყება როგორც გითხარით სხეულის დაზიანების დროს და გარდაცვალების დროს. მაინც როგორი უნდა იყოს გამოძიებელი? გამოძიებელი პირველ რიგში უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც ვიზუალურად, ისე ფსიქოლოგიურად, გაწონასწორებული, განათლებული, ინტელექტუალური. უმეტესად რა სახის დანაშაული გაგიხსნიათ და რომელს გავაოცები ხართ ყველაზე მეტად? როგორც აგიხსენით, ძირითადად ვიწევ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტებს, მაგრამ არსებობს კრიმინალური დანაშაული, რომელიც გახსნილია. იმ დროს, როდესაც მუშაობდი კრიმინალურ სამმართველოში, მქონდა გაუხსნელი დანაშაული, რომელიც ჩემი და სამხედრო სამსახურის ერთობლივი მუშაობით გახსნილია. ამ ეტაპზე ჩემთვის გასაოცარია ის ფაქტი, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევაზე გავდივარ, არის მძიმე დანაშაული, გარდაცვალებით, გარდაცვლილია პატარა ბავშვი, ასაკით და ამ დროს მძღოლი მიმალულია შემთხვევის ადგილიდან. აი ეს ჩემთვის მეტად გასაოცარია, როგორ შეიძლება მძღოლმა, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და თუნდაც იმ დროს არ იცის ბავშვი გარდაცვლილია თუ არა, ესაჭიროება ერთი ჭიქა წყალი და ამ დროს იგი ჯდება მანქანაში და აგრძელებს მოძრაობას, ემალება პოლიციას. მოგვიყევით თქვენს მიერ გახსნილი პირველი საქმის შესახებ. ჩემი მუშაობის პირველი დღეები დაიწყო ქალაქ ბათუმის სამმართველოში, როდესაც დავინიშნე გამოძიებლად და დამეწერა რამოდენიმე საქმე ერთობლივად გაუხსნელი. რამოდენიმე წლების გაუხსნელი საქმეები. იმ დროს არსებობდა ესეთი განყოფილება, სამწუხარო განყოფილება, სადაც მუშაობდა ერთ-ერთი უძლიერესი ოპერმუშაკი ვადიმ გივიხოზრევანიძე, რომელთან ურთიერთშეთანხმებით ჩვენ ჩამოვყალიბდით, რამოდენიმე ვერსია არსებობდა, შევისწავლეთ საქმე და გაიხსნა. აქვე მინდა ცოტა საკუთარ თავზე ვთქვა, სწორედ ეს პირველი საქმე იყო, როდესაც 200 ლარით დამაჯილდოვა ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარაში. ყველაზე მწარე შეცდომა თქვენი პრაქტიკის მანძილზე, რომელიც ახლაც გაწუხებთ. ჩემი პრაქტიკის მანძილზე არ მახსოვს არანაირი შეცდომა, რადგან მე ვარ გამოძიებელი, ვემსახურები კანონს და არანაირად არ მაქვს თუნდაც ელემენტარული შეცდომის დაშვების უფლება. ვინაიდან როგორც აღნიშნე, ვემსახურები კანონს და წვეთ ადამიანის ბედს. ვის მითითებებს ასრულებს გამოძიებელი? გამოძიებელი ეყრდნობა ძირითადად კანონს, როგორც აღნიშნე, ხოლო რაც შეიძლება მითითებას სისხლის-სამართლის საქმის წარმოების დროს ერთადერთი პროკურორის მითითებებია სავალდებულო გამოძიებისთვის. დაგიკავებიათ თუ არა უდანაშაულო ადამიანი და რა მოჰყოლია ამას? ჩემს პრაქტიკაში არასოდეს არ ყოფილა ასეთი შემთხვევა უდანაშაულო პიროვნების დაკავების. თუმცა არსებობს ადმინისტრაციული დაკავების რამოდენიმე საათი, როდესაც ნებისმიერი საპატრულოს თანამშრომელი იქნება თუ სამმართველოს თანამშრომელი, იკვლევს მის გარშემო მყოფ ვითარებას, რამდენად შესაძლებელია იყო აღნიშნული პიროვნების მიერ ჩადენილი დანაშაული, თუ დადგინდა, შეგროვდა მასალები, მტკიცებულებები იმისი, რომ პიროვნებამ ჩაიდინა დანაშაული, ხოლო ამ შემთხვევაში ხდება პირის დაკავება. უკვე სისხლის-სამართლის დანაშაულისათვის. ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში ვერ მოხდა პიროვნების მიმართ მტკიცებულებების შეგროვება, რომელიც მიუთითებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას, ამ შემთხვევაში პიროვნებას დაემშვიდობებია და განთავისუფლება. ეტყობა თუ არა დანაშაული თვალებში? არის კატეგორია პიროვნებების, რომლებსაც შეუძლიათ გამომეტყველება დაფარონ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც ვახერხებთ ამოვიცნოთ იგი არის თუ არა დამნაშავე. ამაში რა თქმა უნდა გვეხმარება ჩვენი პროფესიონალიზმი, გამოცდილება, დაკითხვის მეთოდიკა, რა დროსაც იგი უკვე მიდის იმ დასკვნამდე, რომ დანაშაული აღიაროს. ძნელია თუ არა ადამიანების ალაპარაკება და გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული მეთოდი ამისთვის? თითოეულ ადამიანთან ინდივიდუალურია ურთიერთობის ჩამოყალიბების მექანიზმი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული ხერხი არ არსებობს. არსებობს ადამიანთან ურთიერთობები, არ ვიყოთ უხეშები, არ აუწიოთ ტონს, არ ვიყოთ კონფლიქტურები და არ მოვიქცეთ ისე, რომ თავი იგრძნო შეურაცხყოფილად. აი ამის შემდეგ უკვე თვითონ იწყებენ საუბარს. გამოუხატავს თუ არა დაკავებულს თქვენს მიმართ აგრესია?
არ მახსოვს ესეთი ფაქტი, რომ ვინმე ჩემს მიმართ გამოეხატა აგრესია. აქვე მომიყვანი იმ მაგალითებს, რომ ჩემს მიმართ დაკავებული პიროვნებები, რომლებიც იხდიან სასჯელებს, საშელის მოხდის დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ალბათ პირველ ნაბიჯებს აკეთებენ ჩემთან მოკითხვისას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არ ყოფილვარ არასოდეს აგრესიული მათ მიმართ. არა, დამნაშავე თუ ყოფილა თქვენს მიმართ აგრესიული? არც დამნაშავე, თავისთავად აგრესია რომ გამოეხატა მას ჩემს მიმართ, ის ჩემთან მოკითხვისთვის არ მოვიდოდა. ყოფილი ხარ თუ არა საფრთხეში მუშაობის დროს? მე პირადად არასოდეს არ ყოფილვარ ასეთი ფაქტის წინაშე. თუ არ გამოვრიცხავთ ერთ ფაქტს კრიმინალურ პოლიციაში მუშაობის დროს, როდესაც პიროვნებასთან ოჯახში მივედით დასაკავებლად და ჩვენთვის უცნობი იყო იმ ოჯახში მყოფი პირების შეიარაღების საკითხი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ იქნებოდნენ შეიარაღებული პიროვნებები, ნამდვილად საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდით. რა თვისებები სჭირდება განსაკუთრებულად გამომძიებელს? და პირიქით, რომელი არა? განსაკუთრებული თვისება გამომძიებლის ეს არის პირველ რიგში მოსმენის კულტურა და სწრაფი რეაგირების უნარი. მოსმენის კულტურა თუ არ მოусმინეთ ძირფესვიანად, ვერანაირად ვერ ამოვიცნობთ, რაზე გვესაუბრება მოქალაქე და საით მიყავს საუბარი. სწრაფი რეაგირების უნარი ეს სჭირდება გამომძიებელს იმისთვის, რომ მისი საუბრიდან უნდა დაიჭირო ის მომენტი, თავიდან დაწყებული, შეტყობინებიდან შემოსული და მისი პირველი ნაბიჯებიდან, როგორ შეიძლება გაიაზრო, რა გადაწყვეტილება მიიღო. რამდენადაც მეც მოისმენ, იმდენად მეტ ინფორმაციას შეიტყობთ, მაგრამ სწრაფი რეაგირების უნარი პირდაპირ გიკავშირდება გამომძიებელს, მიიღო რეალური გადაწყვეტილება იმ ფაქტის ირგვლივ, რაზედაც საუბრობთ. არ შეიძლება იყოს ფიცხი და არ შეიძლება იყოს უხეში. სიფიცხე უარყოფით თვისებაა მარტო გამომძიებლისთვის კი არა, ნებისმიერი ადამიანისათვის, თუნდაც ბავშვისთვის. უხეშობა თლათ უარესი, უხეშ ადამიანთან ურთიერთობა ძნელად მოსაგვარებელია, ძნელად შესასვლელია კონტაქტში. აქედან გამომდინარე თვითონ ვისთანაც მიდის მოქალაქე, ამ შემთხვევაში გამომძიებელთან, არანაირად არ უნდა იყოს გამომძიებელი უხეში, რათა მოქალაქეს არ შეუზღუდოს იმ საუბრის საშუალება, იმ თემის გადმოცემა, რისთვისაც არის. ანუ არ დავავიწყოთ, რატომ მოვიდა მოქალაქე გამომძიებელთან. გქონიათ თუ არა თქვენს პრაქტიკაში ადამიანის გატაცების შემთხვევა, რომლისთვისაც გამოსაწყიც ითხოვენ? ჩემს პრაქტიკაში არ მქონია ასეთი შემთხვევა, თუმცა ადამიანის გატაცების ფაქტი მქონია, რომელიც შემდეგ დასრულებულა ქორწინებით. და როგორ უნდა მოხდეს, რომ დამნაშავეს გამოსასყიდის გარეშე გამოაშვებინოთ გატაცებული? როგორც აგიხსენეთ, ესეთი ფაქტი მე არ მქონია და თუ კი კანონის ძალით მოხდება ამ პიროვნების გათავისუფლება, გამოსასყიდის გადახდას არ მოითხოვს არანაირი მოქალაქე და არც მოხდება მისთვის გამოსასყიდის გადახდა. მკვლელობით ხო იმუქრებიან და თუ ეს უკვე სხვა მუხლია, მუქარა, თუ კი კანონის წარმომადგენელი გავა იმ კვალზე, რომ ემუქრება მოქალაქე მას მოკლით თუ ამ თანხას არ მიუტანს, ამ შემთხვევაში უკვე დაზარალებული, ანუ ინიციატორი კანონს მიმართავს დასახმარებლად, აქ უკვე მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ხდება ამ საქმის მოკვლევა და არანაირ გამოსასყიდთან საქმე აღარ გვაქვს. მე მყავს შეყვარებული, ამასთანავე მყავს მეტოქე. როგორ მოვიცილო მეტოქე თავიდან, რომ დანაშაული არ ჩავიდინო? მაგ კითხვაზე შემიძლია გაქცე პასუხი, რომ პირველ რიგში დარწმუნებული უნდა იყოს შენი შეყვარებულის გრძნობებში. ამ შემთხვევაში შეგიძლია კაცურად მოკიდო ხელი შეყვარებულს, შენ მეტოქესთან ერთად ათქმევინო როგორ უყვარხარ და აქ დამთავრდება ყველაფერზე ფიქრი, რომ დანაშაული არ ჩაიდინო. ვაიმე, ნახე ირინოლა რა დღეში ვარ. უნდა იყოს თუ არა გამომძიებელი განსაკუთრებული ყურადღებიანი და რაში სჭირდება ეს? უნდა იყოს ყურადღებიანი, გამომძიებელმა თითოეულ სიტყვას უნდა მიაქციოს ყურადღება, საუბრის მანერას, ასევე მის ქცევას, მის წინ ვინც საუბრობს, რადგან საქმის გამოძიების დროს მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და არ დაუშვას არანაირი შეცდომა. გამოიყურებოდეს უნდა თუ არა გამომძიებელი განსაკუთრებულად და როგორ? გამომძიებელი უნდა იყოს მოწესრიგებული, გარეგნულად გამოიყურებოდეს ელეგანტურად და არა ვულგარულად, რადგან ნებისმიერი მოქალაქე, რომელთანაც უხდება გამომძიებელს ურთიერთობა, უნდა განიმსჭვალოს მისდამი პატივისცემით. ეს პირველი აისახება მის გარეგნულ შეხედულებაზე, ჩაცმის კულტურაზე. აქედან გამომდინარე პირველი შთაბეჭდილება მოქალაქისათვის გამომძიებლისადმი იწყება სწორედ იმ პირველი ნაბიჯებიდან. როგორ შეხვდება, როგორ გაესაუბრება, როგორ შევა კონტაქტში და რამდენად მოწესრიგებულ შთაბეჭდილებას დატოვებს გამომძიებელი მის აზროვნებას.
რამდენად ხშირია ანონიმური ბრალდებები და რა შეჭირდებათ ეს ადამიანებს? ანონიმური ბრალდებები იშვიათია. ანონიმური ზარები სამწუხაროდ არსებობს, მაგრამ კანონის მიხედვით ანონიმური ზარის საფუძველზე პირის ბრალდება არ ხდება, მაგრამ შესაბამისად მოწმდება ინფორმაცია, რომელიც ანონიმური ზარითაა განხორციელებული. და როგორც გითხარით, არანაირი რეაგირების საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ პირი ბრალდებული სახით იყოს დაკავებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ანონიმური ზარია შემოსული. ინფორმაციას შევამოწმებთ, თუ კი ინფორმაცია დადასტურდება, მოიკვლევენ მასალებს, შეგროვდება მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პიროვნების დადგენა და პიროვნების ბრალდების საკითხი გადაწყდება შემდგომ ეტაპზე. და რა შეჭირდებათ ეს ადამიანებს? ეს ცოტა რთული კითხვაა, რატომ სჭირდებათ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი კატეგორიის ადამიანები არსებობენ, რომლებსაც თავიანთი შეხედულება აქვს. ზოგისთვის ეს სიამოვნებაა, როდესაც ვიღაცას რაღაცას სწამებს. ზოგისთვის ეს რაღაც ჯინის მოგების წყაროს წარმოადგენს, რომ აი მე ვიღაცას რაღაც ცუდი მინდა გავუკეთო, ამიტომ მე ამ ინფორმაციას პოლიციას მივაწვდი, მაგრამ ის ინფორმაცია რეალურად არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან რაღაც საკითხით იწიოს შური იმ პიროვნებაზე, ვის მიმართაც შემოუშვებს ანონიმურ ზარს. შეზღუდული ხარ თუ არა დროში გამოძიებისას? მე როგორც გამომძიებელი მინდა გითხრათ, რომ დრო არ მყოფნის. ნებისმიერი საქმის გამოძიებისთვის და არა მარტო მე ნებისმიერ გამოძიებლისთვის თითოეული წამი არის ძვირფასი. რაც შეეხება იმ დროს, რასაც თქვენ მეკითხებით, ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ დრო განსაზღვრულია, როდესაც პიროვნება არის პატიმარი, რადგან დაკავების დრო, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დრო განსაზღვრულია კანონით დადგენილი წესით, ხოლო არის კატეგორია დანაშაულებები, რომლებსაც დრო არ არის დაწესებული, თუმცა კანონი გვავალდებულებს, რომ ასეთ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილებები მივიღოთ კონკრეტულ ვადაში. კმაყოფილი ხარ თუ არა საკუთარი თავით? ეს კითხვა ცოტა ისეთი კითხვაა, რომ საშუალებას მაძლევს საკუთარ თავზე ვისაუბროთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, წარმოშობით ვარ კახელი და 9 წლის წინ მომიწია აჭარაში სამსახურეობრივად ჩამოსვლა. პირველი დღეებიდან ცოტა გამიჭირდა და რა თქმა უნდა რაღაც უკმარისობის გზნობა მქონდა, იმიტომ რომ კუთხე უცხო იყო, ხალხი უცხო იყო ჩემთვის და შეგუების მომენტი მქონდა ძალიან რთული. მაგრამ ეს გადამალახინა ჩემმა თანამშრომლებმა, ჩემმა პროფესიამ, ჩემი პროფესიის სიყვარულმა და ხალხთან ურთიერთობამ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან დიდი კურიოზები და ბევრი კურიოზები მქონდა სამსახურეობრივად პირად ცხოვრებაშიც და თითოეული ჩემი ნაბიჯი დღემდე კურიოზებით სავსეა. ავიც თუ უფლებას მომცემთ, ერთ პატარა კურიოზს მოგიყვებით, როდესაც აჭარის საპატრულო პოლიციაში დავიწყე მუშაობა, გადმოვედი კრიმინალურიდან. აქვე გავაკეთებ იმ ჩართვას, რომ აჭარული ლექსიკონი ჩემთვის იყო ცოტა უცხო და ბევრი ტერმინოლოგია ჩემთვის იყო გაუგებარი. მოვხდი ავტოსაგზაო შემთხვევაზე. მოქალაქეს ქვეით დაეჯახა მანქანა და მძღოლი მიიმალა. მე ავღრიშნე ერთ-ერთ თქვენს კითხვაში, რომელიც ყველაზე მეტად მაოცებს. ეს პიროვნება, ვინმე მამუკა აბაშიძე, იმის გვარდასახელი არასოდეს არ დამავიწყდება, მოხდა საავადმყოფოში. პირველად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მივედი საავადმყოფოში და ვხედავ პიროვნება წევს მიმღებ განყოფილებაში, ფეხი აქვს მოტეხილი, თაბაშირი დადებული და უკვე გამაყუჩებელი გაკეთებული, ჩვეულებრივ ცინის საუბრობს და გავეცანი ახლა მე თქვენი გამომძიებელი ვარ, ცოტა მორიდებულად ახლა კაც ფეხი აქვს მოტეხილი და როგორ შეიძლება უთხრა, იცი რა, მე ვარ გამომძიებელი. მე თქვენი საქმის გამომძიებელი ვარ, ესე ტაქტიკურად ლამაზად, ორი სიტყვით თუ რამე იცის. ანუ პირველი ინფორმაცია, ვინც შეიძლება მომაწოდეს, ეს არის თვითონ პიროვნება, ვინც მოხდა ავარიაში, ხო? ამ პიროვნების რეაქცია არის ესე, მაპატიეთ, ხელი აქვს თავქვეშ ამოდებული და გადმომხედა. რა გითხრათ, საო? რომ შლიპა და მომაშლიპინა აგერწე ვარ მოშლებილიო. მე როგორც აგიხსენეთ, ჩემთვის ყოველად გაუგებარი იყო ეს სიტყვები, ვერ მივხვდი. მე ვიღა შეურაცხმყოფელად, წამოვედი, გამოვედი და მოვდივარ სამსახურში, რომ უკან აღარ ვიყურები. ჩემი რეაქცია იყო ისეთი, რომ ვიფიქრე ამ ადამიანმა რა დავაშავე, ესეც შეურაცხყოფა რომ მომაყენა. მაგრამ თუ არ იცით თქვენც, იმიტომ რომ ბევრმა აჭარელმაც არ იცის იმ ბიჭმა რა მითხრა მე, რომ მოსრიალდა მანქანა და დამეჯახა აგერწე ვარ მოსრიალებულიო, მის სიტყვებში ეს ამოვიკითხე ბოლოს.
მთლიანობაში მინდა გითხრათ, რომ ჩემი თავის კმაყოფილი ვარ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პროფესიაში ალბათ, თუმცა მე დღესაც ვსწავლობ და ადამიანი, ვისაც აინტერესებს ცხოვრების აზრი, ცხოვრების ბოლომდე სწავლობს ეტაპობრივად. კიდევ ხომ არ გაიხსენებდით რაიმე შეხვედრას? როგორც გითხარით, ჩემი პრაქტიკის პერიოდში ძალიან ხშირია კურიოზული შემთხვევები. შემთხვევა, რასაც ქვია, ყველა წუთშია შემთხვევა, მაგრამ კურიოზული შემთხვევები თვითონავში დევს. ერთ ფაქტს გავიხსენებდი რამოდენიმე დღის წინ, მანქანით მოძრაობის დროს, ჩემს წინ მიდის მანქანა, მოძრაობ სამსახურის მანქანით და ვხედავ, უყურებ, რომ ჩემს წინ მოძრავი მანქანა ეჯახება მის წინ მოძრავ მანქანას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეაგირება გაჩერდა ორივე მანქანა და ვეკითხები მძღოლს. კი, მაგრამ ნელა მოძრავობდი, სწრაფად არ გიმოძრავია და როგორ დაეჯახე წინ მანქანა მიდის და როგორ ვერ ხედავდით. მომეტრიალდა და იცით რა მითხრა? ქალბატონო, სარკეში თქვენ გიყურებდით და მანქანა სულ არ დამინახიაო. ანუ მოეწონეთ? მე არ ვიცი ეს მოწონებაში ჩავთვალო თუ მის დაბნევაში, რომ პატრულის თანამშრომელი შეამჩნია. გაგჩენიათ თუ არა სიმპათია დამნაშავის მიმართ? ჩემი პრაქტიკის პერიოდში არაერთ დამნაშავესთან მქონია შეხების წერტილები. თუმცა არის კატეგორია ადამიანის, რომელიც გაღიზიანებს, მაგრამ არ გაგუფლება, რომ შენი შეხედულება გამოაშკარაო, მაგრამ არსებობს კატეგორია ადამიანი, რომლის მიმართ მართლა სიმპათიით განეწყობი, თუნდაც ის იყოს დამნაშავე. ეს გამოიხატება მის მოქცევაში, მის კულტურაში, მის მომართვაში. ადამიანი, რომელიც ითავისებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არ შეიძლება მის მიმართ აგრესიით განეწყო და არ გაგიცდეს თუნდაც ელემენტარული სიმპათია. რას ორჩევდით იმათ, ვინც ამ პროფესიას აირჩევს? პირველ რიგში აგიხსნით იმ გარემოებას, რომ ეს პროფესია არ არის ადვილი პროფესია და პირველ რიგში გირჩევდით, რომ დარწმუნდეთ საკუთარ თავში, რამდენად გიღირთ ეს პროფესია, როგორც პროფესია აირჩიოთ. ვინაიდან თუ არ გიყვარს პროფესია, ვერანაირად ვერ გადალახავ შენს სირთულეებს, რომელიც გამოძიებას ახლავს. თუ კი ნამდვილად ირჩევთ ამ პროფესიას, ვურჩევ მოზარდებს, რომ იყვნენ თავაზიანები, პირველ რიგში კანონმორჩილები და იზრუნონ მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე. არ დაავიწყდეთ არასოდეს, რომ ადამიანი დამნაშავედ არ იბადება. რა შობი ბიჭო? ეს ხო დანაშაულია. ვაიმე, დეიდა შეყვარებული თვის მინდოდა. გაჩუქებ მაშინ. And so peaceful until you fall in love. Simple, the sky up above. Simple is caving in. Wow, wow! You never been so nuts about a guy you wanna love. You wanna cry, you cross your heart and hope to die till it's over, and then. It's nice and quiet. Shh, shh. But soon again, shh, starts another big riot.